უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი იმ კალმით მოაწერა, რომლითაც 2013 წელს ვილნიუსში ხელი უნდა მოეწერათ იგივე ხელშეკრულებისთვის. პოროშენკოს თქმით, ამ კალამზე შემდეგი სახის წარწერაა: უკრაინა, ევროკავშირი, ვილნიუსი 2013 წელი. საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად დღევანდელი დღე ისტორიული მოლდოვასთვისაც იყო. ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთან ერთად ხელი უკრაინამ და მოლდოვამაც მოაწერეს. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ხოლო მოლდოვას პრემიერ-მინისტრი იური ლიანკე წარმოადგენდნენ. პოროშენკომ ხელის მოწერამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 1991 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნის ისტორიაში და ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების შესახებ დოკუმენტი კიევს აბსოლუტურად ახალ პერსპექტივებს მოუტანს. უკრაინას 7 გრძელი წელიწადი დასჭირდა დღევანდელ დღემდე მოსასვლელად და საბედნიეროდ დღეს ჩვენ აქ ვართ. ჩვენთან ერთად აუცილებლად იქნება ყირიმიც. ძალიან ბევრი გამოწვევებია როგორც ჩვენთვის, ასევე საქართველოსა და მოლდოვასათვის. მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ გაატაროს რეფორმები. ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ძალიან დიდ ვალდებულებებს ვიღებთ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინამ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი და ეს არ უნდა დაიკარგოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი არჩევანი. საკუთარი ქვეყნისთვის ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა აგრეთვე მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა. იური ლიანკეს თქმით, მოლდოვასთვის ევროპა ყველაზე მიმზიდველი ცხოვრების წესია, თუმცა ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. მოლდოვა და ევროკავშირი ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა, რაც კარგი მომავლის წინაპირობაა. ახალგაზრდა მოლდოვა საკუთარი ისტორიის განმავლობაში წარმატებებიც ჰქონდა და წარუმატებლობებიც, თუმცა ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. 2009 წელს ევროპული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს არჩევანი გვალდებულებს ვიაროთ წინ და კომპრომისებზე წასვლის უფლება არ გვაქვს. ჩვენ ამ ევროპული ოჯახის წევრი უნდა გავხდეთ და ამაში ეჭვი არავის ეპარება. უკრაინის პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი კალმით მოაწერა, რომელიც სპეციალურად გასული წლის ნოემბერში უკრაინა ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის იყო განკუთვნილი. მისი თქმით, კალამზე შემდეგი სახის წარწერაა: უკრაინა, ევროკავშირი, ვილნიუსი 2013 წელი. დოკუმენტის პოლიტიკურ ნაწილს ხელი 21 მარტს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იეცენუკმა მოაწერა. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გასული წლის ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა, რაც კიევში მასობრივი გამოსვლების მიზეზი გახდა. იანუკოვიჩის ამ გადაწყვეტილებამ ხელისუფლების შეცვლაც გამოიწვია. უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას რუსეთის პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთების მცდელობებმა უკრაინა გახლეჩვამდე მიიყვანა. რუსეთის პირველი პირის განმარტებით სწორედ ამ ქმედებებმა უკრაინელებს მტკივნეული შიდა წინააღმდეგობისკენ უბიძგარასაც უპირველეს ყოვლისა მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. ეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზეც იმშელეს. ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით მოსკოვს უკრაინაში შექმნილი ვითარების დეესკალაციისთვის ვადა ორშაბათამდე გაუგრძელდა. ლიდერების განმარტებით, თუ მოსკოვი გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებს, მის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედება.